საერთოდ ძალიან ემოციური ფონი იყო ჩემი, იმიტომ რომ ვიჯექი დარბაზში, ბატონო ეხლა სამინისტროს აი ამ დარბაზში შეხვედრაზე და სწორედ იქ მანახეს კოლეგებმა მისი ეს განცხადება. რამაც არ შემელია არ თქვა რომ ძალიან აღმაშფოთა, ოღონდ არა მარტო მე. ვფიქრობ რომ ქალბატონმა ნინომ არ იცის ჩვენი სტუდენტების პოზიცია და ამიტომ მე მას ვთხოვდი რომ შეიკავოს თავი ისეთი კომენტარებისგან რომელსაც არ არის დარწმუნებული რომ არის თუ არა ეს და ნუ ილაპარაკებს სტუდენტების სახელით, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში აი ამ წუთასაც და სულ ზარები შემომდის ჩვენი ახალგაზრდობისგან, ჩვენი სტუდენტებისგან და ისინი დგანან, აი იცით ალბათ რა ამინდი ქონდა დღეს ამ წვიმაში შესთავაზეს კიდევაც რომ გადაენაცვლათ დარბაზში და დაუთმეს მას გაუღეს იქ დგომებს დარბაზის კარები და თხოვეს რომ მისულიყვნენ, მაგრამ არც ერთი არ დაიძრა. იქედან დიდი მადლობა ჩემო სტუდენტებო, ჩემო ახალგაზრდებო, ყველაფრისთვის, იმისთვის რომ ვფიქრობდი და მე თავიდან როდესაც დაიწყო ეს როცა გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი რომ გაერთიანებას ვაპირებდით, თქვი რომ სტუდენტებს მოდით ნუ ჩავთავთ ჯერ, იმიტომ რომ თქვენ ისინი არიან ახალგაზრდები, აქვთ ემოციური ფონი და არ გვინდა რომ რაიმე ასე ვთქვათ ცუდ შედეგებამდე მივიდეთ, ანუ ან აღელდნენ ან რაღაც მოკლედ. და ამის მერე ეხლა უკვე ვხედავ რომ ისინი მაინც არ გაჩერდნენ, ჩვენ გვერდით არიან, ჩვენ მათ გვერდით ვართ და ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან აბსოლუტურად რომ აი ამ გაუაზრებელი, დაუსაბუთებელი კომენტარებისგან თავი შეიკავა. დიდი მადლობა.